კიდევ ერთ მაგონივრულმა ქვეყანამ აკრძალა ბურკა, რადგან მიხვდნენ, რომ ეს საზოგადოებისთვის კარგი არ არის. მაგრამ უფრო მეტიც კიდევ არის ერთი ქვეყანა, რომელიც აშკარად ჯერ კიდევ სულელია და ფიქრობს, რომ ეს რაღაც საზეიმო რამეა. და ახლა ნიგერიაზე ვსაუბრობ, რადგან ეს არის პირველი ქალი ნიგერიელი იურისტი ქვეყანაში, რომელმაც ეს ტიტული მიიღო ნიქაბით და ეს არის მათი რეალური საზეიმო ფოტოები. გულისხმობ იმას, რომ თუ ოდესმე გინახავთ რამე-რამე, რაც ნაკლებად საზეიმოა, ეს არის ქალი, რომელსაც თავისი დიდი მიღწევის აღსანიშნავად სურათზე სრულად დაფარული უნდა იდგეს, ისე რომ წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ გამოიყურება გარდა მისი სათვალისა და ხელოვნური პარიკისა. მართლა ესეთი აბსურდული და შემზარავი რამ არასდროს მინახავს. ეს ქალებისთვის მიღწევა არ არის, როგორც ბრიჯეტ გაბრიელი ამბობს, ამას ისე ზეიმობენ, თითქოს ეს იყოს ნიგერიის პირველი იურისტი, რომელიც ნიქაბს ატარებს. მაღალგანათლებულმა ქალმა პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა, მაგრამ იძულებულია დაემორჩილოს მოთხოვნას, რომელიც სასამართლოში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის იდენტობას მთლიანად აკრობს. მას მაინც უწევს ნიქაბის მიღმა საკუთარი თავის თავიდან წარდგენა. ხილვადობის გარეშე განათება განათლება გაძვიერებას არ ნიშნავს. უბრალოდ დაუჯერებლად შოკის მომგვრელია, რომ ეს ჩემს სიახლეებში ვნახე. მართლა ვერ დავიჯერე, რომ ეს რეალური იყო, მაგრამ ჩანს, რომ ნიგერია ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ მათზე ვისაუბროთ. ჩვენ აქ პორტუგალიაზე სასაუბროდ ვართ, რადგან პორტუგალიამ გააცნობიერა, რომ ეს ქალთა უფლებებს არ გავს. ეს შეიძლება არც იყოს ისეთი საოცარი რამ, როგორც ხალხი ამტკიცებს. გულწრფელად რომ თქვა, ეს ცოტა სასაცილოა. თუ მკითხავთ, როგორც არ უნდა იყოს მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, ჩვენ ვსაუბრობ აბსურდულ საკითხებზე და რა თქმა უნდა, ბურკის აკრძალვას უამრავი კითხვა მოყვა, მაგრამ ჯერ მოდით მოვისმინოთ რა გააკეთა პორტუგალიამ. პარლამენტმა 2026 წლის ივლისში მნიშვნელოვანი კანონი მიიღო. ამ კანონის მიხედვით სახის დამფარავი ტანსაცმლის, როგორიცაა ბურკა ან ნიქაბი, საჯარო ადგილებში ტარება ახლა სრულად აკრძალულია. სახის დაფარვა ქუჩებში, ბაზრებში, პარკებში ან ნებისმიერ ღია საჯარო სივრცეში უკანონო გახდა. ამ კანონპროექტის მიხედვით პორტუგალიაში ნიქაბის ან ბურკას ტარება შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმა 200-დან 4,000 ევრომდე. დაახლოებით 4,600 და 4,670 დოლარი, ვინმეს ნიქაბის ან ბურკას ტარების იძულება შემოიწვიოს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს კანონი პირველად პრინციპულად დამტკიცდა 2025 წლის ოქტომბერში. შემდეგ 9 ივლისს საპარლამენტო კომიტეტმა მისცა თანხმობა, ხოლო 17 ივლისს სრულმა პარლამენტმა საბოლოო კენჭისყრაში მიიღო იგი. ამჟამად ის პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. ხო ასეა, ასე რომ ესეთი გადაწყვეტილება არ არის გადაწყვეტილება, რომელიც პორტუგალიამ დამოუკიდებლად მიიღო. დაახლოებით 25 ქვეყანაა, რომლებიც უკვე აღიარეს, რომ ბურკები პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით ნიქაბები, რომლებიც მთლიანად ფარავს სახეს. ეხლა უსაფრთხოების საკითხების გარდა ალბათ უკვე ყველანი იცნობთ იმ ვიდეოებს, სადაც ადამიანები ამ სრული დაფარვით რაღაცებს იპარავენ. შეხედეთ ამას. ყველა დაბრუნდით შიგნით. ხო, გაჩერდით იქვე, ზუსტად იქა და ყველაფერი ამოიღეთ. ყველაფერი. მიყვარს ეს ვიდეო, მგონია რომ ეს ვიდეო სრულიად გიჟურია. უყურეთ რა ხდება. კარგი. ასე რომ ეს სამი ქალია. ტაგი ბიჭებო, მინ პირველი, ვის ვიწყეთ პირველზე? ვინ იღებს პირველზე? ჰეი, აქეთ, შეუნდა ამოიღო. ტაგი, ეს რომ ეს სამი ქალია, რომლებიც იქ არიან თავიანთი შვილებით და ყიდულობენ რაღაცებს. ხო ასეა, უყურეთ ამას. ამას. ნახეთ, მათ პირდაპირ აცვიათ კაბები, რომლებიც სპეციალურად ქურდობისთვისაა შექმნილი. მე მგონია რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ვიდეოა ინტერნეტში. ეს რა არის? ჩემსკენ მოbrundით, ამოიღეთ. ბოდიში, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ. წამოდექით. გულისხმობ, ისინი ატარებენ ძიმე ჩანთებს, მაგალითად ძიმე შამპუნის ბოთლებს და გაზიან სასმელს. ეს არ არის ისე რომ რამდენიმე მსუბუქი ნივთი აქვთ, რაც უბრალოდ შეიძლება გამოიტანონ, არა. მე უკვე ველოდები რომ მალე პამპერსებიც გამოვა ამ ჩანთიდან. ღმერთო, ეს რა ხდება? ქილები ეს სიგიჟეა, მაგრამ მათი ქვედაბოლოები სპეციალურად ასეა შექმნილი, რომ შეძლონ ამის გაკეთება და ეს მხოლოდ ერთი ქალი არ არის, 3 არიან. ეს უკვე ფენომენია, რომელსაც სულ უფრო ხშირად ხედავთ, აიკონურია, შემიძლია ვილაპარაკო. მათ შამპუნის პაკეტიც კი აქვს. ხედავ ამას, იცი რამდენად მძიმეა ეს. ღმერთო ჩემო, ხედავ იმ უზარმაზარ ხორცის ნაჭერს, რომელიც მოიპარა. კიდევ ბოთლები. გარდა იმისა, რომ უბრალოდ შთამბეჭდავია, როცა ვინმე ასე დადის კაბით, რომელიც სპეციალურად ამ ყოლაფრის მოსაპარადაა შექმნილი, 3-ია. ნახე, უყურე ამას. ღმერთო ჩემო, ამ კაბის დიზაინი მაოცებს. ეს უზარმაზარი Head and Shoulders-ის ბოთლია, უზარმაზარი. იცი რამდენად მძიმეა ეს? გულისხმობ, ღმერთო ჩემო, ეს უზარმაზარი სარეცხი საშუალების ბოთლიცაა. ჩემთვის ეს ყოველ ჯერზე აბსოლუტურად შოკის მომგვრელი, როცა ამას ვუყურებ. მაგრამ აშკარაა, რომ ისინი ატარებენ გრძელ ქვედაბოლოებს და შეუძლიათ მოიპარონ რაღაცები. ანუ შეხედე ამას. ღმერთო ჩემო, ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ მოიპარონ, საკმარისი არგუმენტი არ არის ნიქაბის აკრძალვისთვის. რასაც ხალხი აცნობიერებს ისაა, რომ ამას ორი მხარე აქვს.
ნიქაბის აკრძალვის მთავარი არგუმენტი. მოდი დავამთავროთ ეს ვიდეო, რომ მერე ვისაუბროთ ამაზე. შეხედე, რამდენი Head and Shoulders-ი და შამპუნია. ეს სამი ქალია. ისინი პირდაპირ ასე არიან ჩაცმულები, რომ შეძლონ ამ ნივთების მოპარვა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. არსებობს რამდენიმე არგუმენტი ნიქაბის აკრძალვის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, პირველი არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კრიტიკა. და ძალიან გადიკვირდება, როცა გაიგებ, რომ ეს სტატია Parial Patimam დაწერა humanrightsresearch.org-ზე. კარგი. ისინი გამოხატავენ შეშფოთებას, რომ პორტუგალიის მასშტაბური აკრძალვა სახის დაფარვაზე შეიძლება არაპროპორციულად იმოქმედოს მუსლიმ ქალებზე და შეზღუდოს რელიგიის გამოხატვისა და პირადი ავტონომიის თავისუფლების უფლებები. ჩვენ უწოდებთ პორტუგალიის ხელისუფლებას უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი გამოყენებული უსაფრთხოების ზომა იყოს აუცილებელი, შესაბამისი და შეესაბამებოდეს ქვეყნის კონსტიტუციასა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს. კარგი, ძირითადად მათი მთავარი არგუმენტია, ჩემი ტანსაცმარი, ჩემი არჩევანია. თქვენ კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფს უმიზნებთ. რელიგიურ ადამიანებს უნდა ქონდეთ უფლება რელიგიური წმენის მიხედვით მოიქცნენ, თუ ამას ჯერათ. და ის აპასუხო არგუმენტი, რადგან ამაში ბევრი სიმართლეა. რელიგიური თავისუფლებები უნდა იყოს დაცული. ადამიანებს უნდა ქონდეთ უფლება რელიგიური წმენის მიხედვით ჩაიცვან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პრობლემა ხდება. კარგი, ეხლა რა ტიპის პრობლემა შეიძლება იყოს ეს? პირველი პრობლემა, თუ თქვენი სახე მთლიანად დაფარულია, შეუძლებელია თქვენი ამოცნობა. ეს თავისთავად უსაფრთხოების რისკია. ეს ამარტივებს დანაშაულის ჩადენას, გაძლოთ საშუალებას, რომ ვერავინ გიპოვოთ, რაც სხვა დროსაც შეგვიძლია განვიხილოთ, უნდა შეიძლებოდეს თუ არა ადამიანების მიკვლევა და ასე შემდეგ. მაგრამ თუ მთლიანად სრულად დაფარული ხართ, ვერავინ გხედავთ. ეს ასევე წინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყნები იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ თავისუფლება და უფლება თავისუფლად იარონ და არის რაღაცა სრულ სახის დაფარვაში, რაც სრულიად არასწორად გვეჩვენება. ამ საკითხის სამართლებრივი მხარე საკმაოდ რთულია. მაგრამ როცა ამაზე რელიგიური თავისუფლებების მიღმა იწლა ფიქრს და უფრო იმ კუთხით, რომ მოიცადე, ეს თითქმის უნიფორმას გავს იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობს შემოვიდეს და შემოიჭრას. როდესაც ამას უფრო ნათლად ხედავ, ყველაფერი ცოტა უფრო მარტივი ხდება. რადგან როცა ხვდები, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც თავის ქალებს ასე აცმევს და აიდულებს ასეთ ქცევას, კიდევ ერთხელ მემჯერა, რომ ქალებს შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება რა ჩაიცვან და თუ ასე ბრძნობენ ღმერთთან კავშირს, მაშინ კარგია მათთვის. ეს არის რაღაც, რაც ქრისტიანულ ღირებულებებს არ შეესაბამება. მაპატიეთ, ეს უნდა თქვაც. და როცა ქვეყნები თავს გარკვეულ რელიგიურ იდეოლოგიებთან აიგივებენ და შემდეგ მოდის სხვა სუბიექტი, რომელიც თითქმის უნიფორმით აცხადებს, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმისა, რასაც თქვენ სამთ, რელიგიური თვალსაზრისით. აქ იწყება პრობლემა, რადგან ისინი სწორედ ამ ბრძანებას იყენებენ, რასაც ჩვენგან უმეტესობა განიცდის. რომ ჩვენ უნდა გქონდეს რელიგიური თავისუფლებები, რომ ქვეყნებმა ხალხს უნდა მისცენ შესაძლებლობა აკეთონ ის, რაც სურთ. ამიტომაც ჩემი პირადი თმენით მათ პოლიტიკური მოძრაობა რელიგიურ მოძრაობად აქციეს, რადგან წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია. მაგრამ როცა ხვდები, რომ ეს ადამიანები შემოდიან და ეს თითქმის დომინირების ნიშანია, აი ასე ვიქცევით, ასე ვიცვამთ. ეს სრულიად მიუღებელია თქვენ საზოგადოებაში, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩვენი რელიგიური უფლებაა და თქვენ უნდა მიიღოთ ეს. უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ ამასთან თავს კომფორტულად არ გზნობენ. კიდევ ერთხელ, ეს თემა ყოველთვის ძალიან არაკომფორტულად მაგზნობინებს თავს. ჭირდება გავიგო რეალური სამართლებრივი ასპექტები, რა არის დიახ და რა არა და როგორ მიიღება ეს კანონები. მაგრამ ფაქტი, რომ თავს არაკომფორტულად გზნობ იმის გამო, რომ რელიგიურ თავისუფლებებს არ თმევენ, სწორედ ეს არის ის, რასაც ეს ადამიანები სურთ. ამას ცდილობენ ისინი. ისინი მოდიან და ადამიანებს და მათ გარემოთებს და ოცვას ნაკლებად უსაფრთხო მდგომარეობაში აყენებენ. არ იცი ვისთან ერთად გახარ, შეიძლება ვინმე შეიარაღებული იყოს. ისინი დაფარულები არიან, ვერაფერს ხედავ. და ეს ეწინააღმდეგება იმას თავისუფალი საზოგადოების არსს, როცა ქალები მთლიანად არიან დაფარული, რომ აღარაფერი თქვათ თავისუფლებასა და ქალთა უფლებებზე და ასე შემდეგ. აქ უკვე ძალიან არაკომფორტული და რთული ხდება ყველაფერი. მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ვფიქრობ, ეხლა დაახლოებით 25 ქვეყანაზე ვსაუბრობთ. სულ მცირე 20 ქვეყანა მიიღოს სრულიან ნაწილობრივი აკრძალვა სახის დაფარვაზე, როგორიცაა ბურკა და ნიქაბი საჯარო სივრცეში, მათ შორის საფრანგეთი, ავსტრია და შვეიცარია. კარგი, საფრანგეთმა 2010 წელს ყველა საჯარო სივრცეში სრულად სახის დაფარვა აკრძალა. ავსტრიამ ეს 2017 წელს აკრძალა. შვეიცარიამ კი სახის საბურულები საჯარო რეფერენდუმის შემდეგ აკრძალა, რაც ნიშნავს, რომ ხალხმა თქვა, რომ ეს მათთვის წარმოუდგენლად არასასიამოვნო იყო. ბელგიამ საჯარო სივრცეებში სრული დაფარვა აკრძალა. ეს ქვეყნებია, რომლებიც უნდა გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ ისლამისტურ საკითხს ეპირფერებიან. და მაინც გარკვეულ დონეზე ისინი ხვდებიან, რომ ეს უბრალოდ აღარ მუშაობს კარგად, უბრალოდ აღარ მუშაობს. ამაში პრობლემაა. და იცით რა ამაში პრობლემაა, როცა ასეთ ისტორიებს ისმენთ. არ ვიცით, თქვენ უხსმენიათ ამის შენსიათ ამის შესახებ, ეს სრულიად გიჟური იყო. ამ ქალმა ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, არ ვიცი, ქალთა გაძლიერების აღსანიშნავი ჯილდო მოიგო. აი ასე გამოიყურება ის. ადამიანებმა არ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ დაჩაგრულები ვართ და გვაიძულებენ რამე ჩავიცვათ, რადგან ასე არ არის. რა ხდება იმ საზოგადოებებში, სადაც ქალებს აიძულებენ თავი დამალონ? დიდ ბრიტანეთში ასეთი საზოგადოებები არსებობს. არ ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება ვწდებოდე.
არ მგონია ვინმე საიძულებდნენ ამას. ისევ და ისევ ეს განათლებაზეა. შეიძლება მათ არ კონდეთ ცოდნა ან განათლება და სწორედ ამიტომ მივესალმები ასეთ საუბრებს. ამიტომაც მინდა და შენთან საუბარი, რადგან უსამართლოა, რომ ინტერნეტში სრულიად კრიტიკის ქვეშ ხარ და არავინ მოგმართავს, რომ გესაუბროს. შენ აჩვენებ, რომ მათ შეუძლიათ ეს ყველაფერი გააკეთონ, იცი, თანაც მგონი მათი რელიგიური რწმენების პატივისცემით. ადრე ვამბობდი სამარა ფილიპ კინსლის. აი ასია საქმე. ამიტომ ამ საკითხზე ყოველთვის ორჭოფობაში ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ქალებს აქვთ უფლება რაც უნდათ ის ჩაიცვან. და შენ ლიბერტარიანელი ხარ. მე ცოტა იმაზე ვარ, რომ გააკეთე რაც გინდა შენ ცხოვრებაში. ან ჩაიცვი როგორც გინდა, გონივრულ ფარგლებში, სანამ ეს სხვებს ზიანს არ აყენებს. ეს არის ჩემი მთელი შეხედულება ყველაფერზე, ინდივიდის თავისუფლება. ასე რომ ინდივიდის თავისუფლება ჩაიცვას რაც უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ დავფიქრეთ, რატო ამბობენ ეს ქალები, რომ თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამ ტანსაცმლის დარებაზე? რა თქმა უნდა, შეიძლება თავად იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რატო? ეს არის შიში იმ მამაკაცების მიმართ, რომლებიც აიძულებენ მათ ტარებას. ფიქრობ შეიძლება ყოველთვის ასე არ იყოს, მაგრამ როცა ამბობს, რომ საერთოდ არ იცის ამის შესახებ, ეს სისულელეა. ჩვენ გვყავდა ხადიჯა ხანი, პაკისტანში დაბადებული ჟურნალისტი, ეს ძალიან მომწონს. რომელიც ამბობდა, რომ მას და მის დებს მამა ძალიან მკაცრად უსწორდებოდა, რადგან ისინი ბურკას არ ატარებდნენ და დედამის დასჭირდა ჩარევა. მომწონს როგორ ჩაერია ხადიჯას დედა, თქვა, მე ეს გოგონები მონებად არ გამიჩენია. შეიძლება ერთ დღესაც სრულად განვიხილოთ არგუმენტები მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მხრიდან, მაგრამ ეს არის მიმდინარე დებატი. და საკმარისი ქვეყნები, რომლებიც ბევრ შემთხვევაში ისლამისტების მხარდამჭერები არიან, გულისხმობ საფრანგეთსა და ბელგიას, ამ ქვეყნებმა ფაქტობრივად ისლამურ ხალხში ჩაგდებას დაუჭირეს მხარი. მათ მაინც აღიარეს, რომ აქ რაღაც წარმოუდგენლად პრობლემურია. და ეს ის საკითხია, რაზეც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ. იმისთვის, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ მიუღებელი ქცევა იმალება რელიგიური თავისუფლების სახელით, ეს ტაქტიკაა, რომელსაც ისინი იყენებენ ჩვენ საზოგადოებებში შესაღწევად და მათ დასაუფლებლად. რაც უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს ამას, მით უკეთესია. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.